ხარაგაულში სტიქიის ზონაში ძლიერი საქართველოს ლელოს ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და ხარაგაულის მერობის კანდიდატმა ინგა მაღრაძემ ბრიფინგი გამართეს. ისინი ადგილზე გაიცნენ რეგიონში შექმნილ ვითარებას. დამეწყრულ სოფლებში ხემაღალსა და ღვერქში 70-მდე ოჯახმა უკვე დატოვა სახლკარი. ის რამდენიმე ოჯახი კი, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან რამდენიმე მეტრში აგრძელებს ცხოვრებას, უკვე მეოთხე თვეა ელის დასკვნას შეიძლება თუ არა ცხოვრების გაგრძელება ამ ტერიტორიაზე. ნაპრალები მიწაში უფრო და უფრო ღრმავდება. მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურა საჭიროების დროს ადგილზე ასვლა დიდი პრობლემაა სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ბრიგადებისთვის. ხარაგაულის რაიონში ვართ, ლაშეს თემი არის და მასში შემავალი ორი სოფელია და მთელმა საქართველოს უკვე გაიგო ძალიან ყოჩაღი ჟურნალისტი რო გყავს ის ამბების ხელმძღვანელი გელამ თივლიშვილი მე პირადად მისგან გავიგეს ამბავიც და ფოტოებიც როგორც იცით აქ ზაფხულის მერე მეწყერი ჩამოწვა და აი ახლა ზუსტად ამ ადგილზე ვარ სოფელ ხემაღალში ვარ ხემაღალში და ღვერქში არის ეს მეწყერი რამდენიმე სახლი დაიმეწყრა პირდაპირ ჩვენ ზურგს უკან არის პირდაპირ როგორ ჩაითრია მეწყერმა და აი საშინელებათა ფილმები მინახავს ასეთი კადრები, რა ვიცი, კინოში მინახავს ასეთი კადრები, რაც აქ ხდება. აი ამ სოფელში და რა გასაგებია, მეწყერია, ჯერ ბოლომდე ვერ გაიგეს რამ გამოიწვია ეს მეწყერი. ეს გავიგეთ ბატონო, მაგრამ თავარი პრობლემა, ეხლა დავდიოდით ამ სოფელში და ხალხს ველაპარაკებოდით, თავარი პრობლემა ამ ბედოვლათების და მავნებლების, აი განსაკუთრებული მავნებელი ყავს ხარაგაულს მერად, კობა ლურსმენაშვილი, ცნობილი მექრთამე, მთქლეფავი მის მასთან ერთად, რომ გადაჭამა მთელი ხარაგაული და ყველა შევახსენებ ერთი ლეგენდარული რეპორტაჟი რო იყო ბექა ყორშიაში ვანდალურ ნიმესილური მეებზე რო ლაპარაკობენ აი თავარი მოქმედი პირები ვინც არიან ისინი ხელმძღვანელობენ ხარაგაულს და რა თქმა უნდა ეს ვითარება იქნება რა ვითარება თავარი პრობლემა რა აქვს ხალხს გაურკვევლობა არიციან ვინ გაყავთ ამ სოფლებიდან ვინ არ გაყავთ კომპენსაციას აძლევენ არ აძლევენ რამდენს აძლევენ რამდენს არ აძლევენ გზა გაიყვანეს რაღაცა ფართხაფურთხით გაჭრილი გზა არის 22 კილომეტრით დაგზელდა ეს გზა იმიტომ რომ გზა შეჭამა და ეს პირდაპირ ჩაითრია მეწყერმა ის გზა გზას არ გავს ეხა წვიმები დაიწყება ზამთარი მოდის ხალხი არის პირდაპირ დარჩენილი ასე ქუჩაში კომპენსაციები და არავინ არაფერს არ ეუბნება სამი კვირის წინ იყვნენ მოსულები უთხრეს თურმე რომ მოვალთო და იმის მერე ყური არ შეუბერტყოთ შეიძლება ასეთი მავნებლობა რომ ხალხს სახლები დაენგრა თავზე და უსახკაროდ არიან და ზამთარი მოადგა სოფელში ქუჩაში შეიძლება ზამთარში ადამიანი იყოს არავინ არ უნდა იყოს მაგრამ სოფელში ხო საერთოდ პირდაპირ შიმშილობისკენ არიან განწირულები ხო და კეთილი ინებონ და გაინძრენ მანამ სანამ ჯერ კიდევ არიან ამ ხელისუფლებაში მოსულები და მეორე ამბავი 2012 წელს დაადგინა ქართულმა ოცნებამ რომ კომპენსაცია ეკომიგრანტებისთვის უნდა იყოს 30000 ლარი გავიდა 13 წელი მას შემდეგ საშინელი ინფლაცია იყო 30000 ლარი მაშინ თუ ფული იყო ეხა არის განახევრებული სუმცირე მისი ფასი ხო კეთილი ინებონ და მოუმატონ ამ კომპენსაციას ვინ რა უნდა იყიდოს 30000 ლარად აი ეს არის უბედურება და ეს რეალობა უნდა შევცვალოთ 4 ოქტომბერს და შევცვლით აი ზუსტად ინგასთან ერთად ჩემ გვერდზე დგას ერთობლივი კანდიდატი კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოსთან გახარია საქართველოსთვის ინგა მაღრაძე ძალიან ყოჩაღი ძალიან მებრძოლი და მედგარი ადამიანი და დანარჩენს აქაური ხარაგაულელი და გეტყვით უფრო მეც ინგა ამ ყველაფრის თაობას. მადლობა თქვენ რომ ადგილზე მობრძანდით და ნახეთ რეალური სურათი, რომელიც კიდევ უფრო მძიმეა ალბათ ამეთანხმებით. სული შემძვრელი ვითარება ეხლა ამ სოფელში. ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ აქ ჩვეულებრივი ცხოვრობდნენ ადამიანები. და მოკლედ აი ესეთი უბედურების წინაშე აღმოჩნდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პირისპირ აღმოჩნდნენ ფაქტიურად მაინც მარტო იმიტომ რომ მიუხედავად იმისა ხა რა ინფორმაციას არ უნდა გავრცელოს ხელისუფლებამ სხვა მედიის საშუალებით ეს ადამიანები პირველ რიგში გაურკვევლობის მდგომარეობაში არიან არ არიან ინფორმირებულები ნუ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე რომ არ გვაქვს ხეთ არც ერთი კვალიფიციური დასკვნა რომელიც თქვა გვეტყვის რომ გაგრძელება თუ არა ეს პროცესი და სოფელში დარჩენის სხვა მოსახლეობას რა ბედი ეწევა არის უამრავი დაბრკოლება ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭების გზაზე იმ გზაზე რომ დროულად მოხდეს მოკლედ ამ ადამიანების მდგომარეობის გათვალისწინება დაკმაყოფილება და მოკლედ ძამძიმია მდგომარეობა პირველ რიგში უამრავი საცხოვრებელი სახლი დაინგრა და ამ ადამიანებს უწევთ ახალი საცხოვრებელი ფართის მოძიება რაც ძალიან დიდ სირთულეებს წარმოადგენს როგორც გითხარით აქ დარჩენილ მოსახლეობას აქვს სერიოზული პრობლემები იმიტომ რომ მთლიანად მოშლილია საგზაო კომუნიკაცია წყლის სისტემები ელექტროგაყვანილობა ტრანსპორტირების პრობლემა
გზა, რომელიც სახელდახელოდ გაიჭრა, ასე ვთქვათ, ძალიან გრძელი და ფაქტიურად რთული გადასაადგილებელია. ახლა მოგეხსენება, ჩემოდგომა მოდის, ზამთარი მოვა და აქ ადამიანებს აქვს სერიოზული შიში და შფოთი, ჯერ პირველ რიგში რომ ისინიც აი ამ მეწყრის ქვეშ მოექცევიან და მეორე დარჩებიან სრულად იზოლირებული. მოგეხსენებათ, ახლა სოფლებში ძირითადად ხანდაზმული ადამიანები დარჩნენ, არიან შშმ პირებიც და მუდმივად ჭირდებათ მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღება. Მოკლედ მოსახლეობას სჭირდება დახმარება და ეს დახმარება უნდა მოხდეს ოპერატიულად. ყველა მიმართულებით, არ ვიცი, განსახლების თემა იქნება ეს თუ აქ დარჩენილი მოსახლეობის შეშველება. ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან მრავალფუნქციური პარკის მოწყობა იგეგმება. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პროექტს ადგილზე გაეცნო ქუთაისში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე. როგორც ცნობილია, პარკში მოეწყობა საბავშვო, სათამაშო ზონები, სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელი, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები, ასევე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, დეკორატიული ტბები და შადრევნები. დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება ადგილობრივი სახეობის მცენარეებით. ამასთან პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია ავტოსადგომები, მათ შორის ელექტრომობილების დამტენით აღჭურვილი ადგილები, გარე განათება, სარწყავის სისტემა, უსაფრთხოებისა და ვიდეო მეთვალყურეობის ინფრასტრუქტურა. აქტიურად დაუწყეთ მუშაობა მიმდინარე ტერიტორიაზე, ეს არის დაახლოებით 80 ჰექტარი, სადაც გეგმავთ და მოეწყობა დიდი რეკრეაციული სივრცე, ასევე აშენდება სპორტის სასახლე ქუთაისის და ვფიქრობთ, რომ ეს ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რეკრეაციული სივრცე იყოს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მთელ საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. გამოცხადებული გვაქვს უკვე კონკურსი, სადაც გამარჯვებული არქიტექტურული ბიურო უკვე დეტალურ პროექტირებას მოახდენს. გათვლილი არის როგორც დიდი სარეკრეაციო ზონა თავისთავად, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ქუთაისის სპორტის სასახლე და სხვა თანდევი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭირო არის ესეთი დიდი ზომის პარკისთვის. ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ გაშენდება ძალიან დიდი სკვერი, რომელიც უმასპინძლებს ქუთაისელებს, ქუთაისის სტუმრებს და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე, თავისი მათ შორის სპორტული ინფრასტრუქტურით და სხვა ობიექტებით. ესაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ქუთაისის განვითარებისთვის. ბუნებრივია, ქუთაისის უნდა დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ამასთან ერთად მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ქუთაისის ნამდვილ საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაქმნასთან დაკავშირებით, სრულად ახალი ინფრასტრუქტურა გვინდა ავაშენოთ ქუთაისში და ამასთან დაკავშირებითაც მეტ დეტალს საზოგადოება გაიგებს ძალიან მალე. ჩვენ გვინდა რომ 10,000 სტუდენტი მიიღოს საბოლოო ჯამში ქუთაისმა და ეს ხელშეუწყობს ქუთაისისთვის ახალი ფუნქციის შეძენას, ქუთაისის განვითარებას. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავუწიებთ. ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა განმარტა, ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც შენობის შიდა სივრცეში, ისე გარე პერიმეტრზე. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია ან დასკვნით ფაზაშია. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პროექტის მიმდინარეობის პროცესი და შესრულებული სამუშაოები უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული მასშტაბის და მნიშვნელობის მულტიფუნქციური სივრცე იქნება. ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას ხელისუფლებამ საბოლოო დანიშნულება 6 წლის შემდეგ უპოვა. 2024 წლის 12 ოქტომბერს არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ყოფილ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც 2018 წლიდან მიტოვებული იყო, ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის მინისტრთან და ჯიტას თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან ერთად წარადგინა. პროექტზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ჯიტა მუშაობს.
ეს იქნება უნიკალური სივრცე საქართველოს მოქალაქეებისთვის, სადაც გაერთიანებულია მთელ კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო ტექნოლოგიური ინტერაქციული მუზეუმი, რაც ასევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების მომავალი თაობის ტექნოლოგიურ პროცესში ჩართვისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ყველა ის საჭირო ტექნოლოგიური ლაბორატორიები, რაც მნიშვნელოვანია იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ნებისმიერი მიმართულებით ინოვაციური იდეა, მოვიდეს აქ და განახორციელოს იდეები. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის სამუშაოები პრემიერმა თავად იხილა, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, გარე სივრცეების რემონტი უკვე სრულდება. მოვინახულეთ ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ტექნოლოგიური ჰაბი და იქაც დავათვალიერეთ მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ასევე ვადებში ხორციელდება და ასევე გვინდა რომ ყოფილი პარლამენტის შენობის გარშემო განვითარდეს არსებული სივრცე სხვადასხვა კუთხით, მათ შორის ჩვენ დაანონსებული ქონდა ჯერ კიდევ შარშან რომ აშენდება ახალი სპორტის სასახლე ქუთაისში და აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ამ მიმართულებით, მომავალ წელს დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები და განსაზღვრულ ვადებში ქუთაისი მიიღებს ახალ სპორტის სასახლეს. 6 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ინსტიტუტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. პარლამენტის გაუქმებით ქუთაისისათვის სასიცოცხლო ფუნქციის წართმევას ადგილობრივები წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ. აქტივისტები სხვადასხვა პერფორმანსით ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს დაბრუნებას ითხოვდნენ. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3 კილომეტრნახევრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილზე მოინახულა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, რომლის ღირებულება 239 მილიონ 500.000 ლარს შეადგენს, ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას დაემატება საჰაერო ხომალდის 4 სამიმოსლო ბილიკი, საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა კი 17-მდე გაიზრდება. მათივე ცნობით, ახალი დასაფრენი ექსპლუატაციაში 2026 წელს შევა და ნებისმიერი ტიპის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდის მიღება შეძლებს. ირაკლი კობახიძე ასევე გაეცნო საზღვრის კონტროლის ავტომატიზირებული სისტემის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვრის კვეთისათვის საჭირო დროის შემცირებას ისახავს მიზნად. ამასთან 2026 წლის პირველი კვარტლიდან მგზავრებისათვის ხელმისაწვდომი იქნება სწრაფი გასასვლელის სერვისი, რაც უზრუნველყოფს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას. შენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომელიც იქნება F კატეგორიის ტიპის აეროხომალდებისთვის შესაბამისად ეს იქნება პირველად საქართველოში, როდესაც შეგვეძლება შეზღუდვების გარეშე მივიღოთ მსგავსი ტიპის ბორტები. აღნიშნულ სამუშაოებს დავასრულებთ 2026 წლის ზაფხულში. ჩვენ პირველ რიგში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამუშაოები დავათვალიერეთ, როგორც მოგეხსენებათ, აქ მოეწყობა ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საქართველოში, რომელსაც ყველა ზომის ხომალდების მიღება შეეძლება, ასევე სხვა მიმართულებითაც ვითარდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა, დეტალურად გავეცანით პროექტის მიმდინარეობას, ყველაფერი კეთდება დაგეგმილ ვადებში და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაგადის თვისებრივად გაზრდას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ყველაზე მზარდია მგზავრთნაგადის თვალსაზრისით ქუთაისის აეროპორტი და რა თქმა უნდა ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტით ხელი უნდა შევუწყოთ მგზავრთნაგადის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და აეროპორტის სისტემურ და სისტემატურ განვითარებას. დიდი ოდენობით თანხის გათეთრების საქმეზე გამოძიება გრძელდება, შესაძლოა ფიგურანტთა წრეც გაფართოვდეს. რაც შეეხება კახა კოტორაშვილს, რომელსაც გამოძიება 2 წელიწადში 625 მილიონი ლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება, პატიმრობა შეუფარდეს. დიდი ოდენობით თანხის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმე განხილვის თემაა პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. კერძოდ, მათი თქმით, სავარაუდოდ დაკავებული პირი მარტო არ მოქმედებდა და ამ საქმეში სახელმწიფო უწყებები იყვნენ ჩართული. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ კითხვებს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცენ პასუხი. მართველი გუნდის განცხადებით, სახელმწიფო შეურიგებელია ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებასთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ეფექტიანი პროცესი მიმდინარეობს.
ის ძალიან ბევრი კითხვა, როგორ შემოიტანა ადამიანმა ეს თანხა, სად იყო სუსი, სად იყო საბაჟო, სად იყო საერთოდ ეროვნული ბანკი, როდესაც ეს ყველაფერი ლარის კურსზე მოქმედებდა. ანუ ეს ნათლად მიუთითებს, რომ მთელი სახელმწიფო უწყებები იყვნენ ამ ყველაფერში ჩართული და ეს ადამიანი არ მოქმედებდა მარტო. ამ ადამიანის დაკავებას ჩვენ უკავშირებთ იმ პროცესებს, რაც ხდება ღარიბაშვილის თავს, როდესაც ახლა ერთი კორუმპირებულის თავის მოჭრა გადაწყვეტა ბიძინამ მეორე კორუმპირებულის ბახიძის ხელით. ამიტომაც ეს შიდა გარჩევები ქართულ ოცნებაში რეალურად ადასტურებს იმას, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბიძახდით ძალიან დიდი ხანია, უკვე 13 წელია, რომ ეს ქვეყანა კორუფციის მორევშია ჩაფლული. პროკურატურა გვიმტკიცებს, რომ 2 წლის განმავლობაში ეს თანხა უკანონოდ შემოდიოდა საქართველოში, შემოდიოდა აზერბაიჯანიდან და საუბარია 59 მილიარდ რუბლზე და ისე შემოდიოდა ეს თანხა საქართველოში, რომ არც ერთმა შესაბამისმა უწყებამ ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არათუ არ გაასაჯაროვა, არამედ ეს ინფორმაცია ვერც კი მოიძიეს. არ არის ეს სანდო ინფორმაცია. შეუძლებელია ნებისმიერ სახელმწიფოში საზღვარზე შემოდიოდეს ამოდენობით ეგრეთ წოდებული შავი ფული და ამას არ ქონდეს მწვანე შუქიანთებული თავრობის მხრიდან. საქმე გვაქვს ძალიან დიდი ოდენობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებასთან, რასაც რა თქმა უნდა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცენ პასუხი გამოძიების ფარგლებში რეალურად რასთან ქონდა საქმე, ვინ იყვნენ ფიგურანტები. ზოგადად სახელმწიფო რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად შეურეგებელი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებასთან, დანაშაულთან, რომელიც შეიძლება იყოს მათ შორის ეკონომიკური სახის, ისევე როგორც თუნდაც კორუფციასთან მიმართებით, ჩვენ ვხედავთ, რომ იდგმება ძალიან ეფექტიანი ნაბიჯები. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ჯგუფურად უკანონო დათესვა მოყვანა კულტივირების, აღნიშნულ დანაშაულში დახმარების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მათ დროებით სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწისნაკვეთში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა მოყვანასა და კულტივირებას ეწეოდნენ, შემდგომ კი მცენარე კანაფს საცხოვრებელ სახში სპეციალურ მოწყობილ სათავსოში აშრობდნენ. სამართალდამცველებმა სასოფლო-სამეურნეო მიწისნაკვეთის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის 1327 ძირი ნივთმტკიცება დამოიღეს. ასევე ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა და მარიხუანას დაფასებისათვის განკუთვნილი სასწორი. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად თხევადის საპნის შეფუთვაში შენიღბულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასხის მთისკენ მიმავალი გზა დასრულებულია. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ უკვე თავისუფლად ავიდნენ დასავლეთ საქართველოში ყველაზე მაღალ კასტრულ მასივზე და დატკბდნენ ულამაზესი ხედებით. წლების განმავლობაში ასხისაკენ მიმავალი გზა ფაქტიურად გაუვალი იყო და ამ ადგილს ადგილობრივები უმეტესწილად მესაქონლეობა მეჯობეობისათვის იყენებდნენ. გზის მოწესრიგება კი უკვე ასხის, როგორც ტურისტული ლოკაციის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. გზის გახსნის აღსანიშნავად ასხის მთაზე ქართული სიმღერების შეასრულეს ანსამბლ ერისიონის სოლისტებმა. Kunas khanu musicai mona faida ukai musikai Oi nani na nani na na
Rudi kveze da gihura sampantava saige kharo Haralala da varisalo dashi Akkedan gori shoria Akkedan gori shoria თამარგალი დიბრალია ახალი არტერია შეიძლება უწოდოთ ამას ტურიზმის განვითარების კუთხით, რამე თუ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი ეყოლება ასხის მთას. ჩვენ დღეს ვიმყოფებით 2300 მეტრ სიმაღლეზე. ეს არის ძალიან ლამაზი ხედები, ჯერ გზით და შემდეგ აქ არსებული ხედებით და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ბევრი ვიზიტორი გვეყოლება და სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე ხელს უწყობს ნებისმიერი მცირე და საშუალო ბიზნეს ტურიზმის სექტორის განვითარებას და მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში 2 წელიწადში, 3 წელიწადში საკმაოდ კარგ სერვისს, კომფორტს შესთავაზებენ ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლები, ჩვენს ვიზიტორებს და რა თქმა უნდა ჩვენს ხონელებსაც. აუცილებლობა, როცა ერიციონი ღერის ასხის ამ უმაღლეს სიმაღლეზე ჩვენ ახლა ვართ 2500-2006 მეტრის სიმაღლით და არის ყველაზე მაგარი 2800 მეტრამდე ადის. ჩემთვის ყველაზე დიდი სიყვარულია, ყველაზე დიდი სიკეთე და მადლია, როცა ჩემ სოფელში ჩამოვალ და მაშინ ზეიმობს გული და სული. ადგილის ტურისტულ პოტენციალსა და გზის მოწყობის მნიშვნელობაზე საუბრობენ ადგილობრივები. მათი თქმით, ეს პროექტი მიგრაციის შეჩერების შესაძლებლობაა. 64 გვაქვს ნამდვილად. მაგრამ რა ვიცი, საშინელებაა ხალხისგან რომ დაიცალა და თუ კი რაიმე გაკეთდება პოპულარიზაციისათვის იქნება ამ ტურისტული ზონით მობრუნდეს ხალხი, თუ არა ერთი დარჩი, აი კუნძულზე დარჩი ერთი. ტურისტული პოტენციალი მთელ მსოფლიოში დადებით ეფექტს იძლევა და ალბათ ჩვენც განვითარდებით და ჩვენც რაღაცას შევიძენთ ალბათ. დამაგრდება სოფელი მე მგონია. Onat lamazi argida mikhod tambunebat bunebash mikhod tas mikhodat chama lamazeba imkharia qelali ho asat suftar lamazem davtebit kido ho menatoli taris dagati damakasher qelas tsqebsis qatsuris adamnes da sitas qolus ასხის მთისკენ მიმავალი გზის მოწყობისათვის ტენდერი 2024 წელს გამოცხადდა. სამუშაოების შესატარებლად 3 მილიონზე მეტი ლარი გამოიყო. გზა გაიჭრა და ქვიშახრეშოვანი ნარევი განთავსდა. შესაბამისად, ახლა მსურველებისათვის შესაძლებელია ესტუმრონ ასხს, ამ უმშვენიერეს ბუნების ძეგლს და დატკბნენ ხედებითა და ფლორით.